ბრალდებული დეკანოზის სურვილით და პატრიარქის კურთხევით ამ წუთებში ეგრეთ წოდებულ მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და მამა დავით ჭინჭარაულის საათზე მეტია იმყოფებიან. მანამდე ბრალდებულთან მისი ადვოკატები იყვნენ შესული. ანა ახალაია იმყოფება სასჯელ აღსრულების მეცხრე დაწესებულებასთან. ანა ხომ არ დასრულებულა სასულიერო პირების დეკანოზთან შეხვედრა. ბრალდებულ დეკანოზთან სასულიერო პირები დაახლოებით 1 საათზე მეტია, რაც იმყოფებიან როგორც სასჯელ აღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაში შესვლამდე დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილმა და მამა დავით ჭინჭარაულმა განაცხადეს შეხვედრა დეკანოზის ინიციატივით და პატრიარქის კურთხევის შედეგად. ისინი ამბობენ, რომ დღეს უნდა მოусმინონ დეკანოზს თუ რა აქვს მას სათქმელი პატრიარქისთვის. მანამდე კი ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში იმყოფებოდნენ ბრალდებულის უფლებადამცველები, რომლებიც ამბობენ, რომ ბრალდებულ დეკანოზს აქვს კონკრეტული გზავნილები ილია მეორესთან. შევდივარ მამა გიორგისთან. არ ვიცი, თვითონ რაზე აპირებს საუბარს არ ვიცი. ინიციატივა დეკანოზის მხრიდან იყო ამ შეხვედრით. დიახ. პატრიარქის სურვილზე დასიტყვეთ. პატრიარქმა გვაკურთხა, რომ ჩვენ შევსულიყავით. რა გზავნილი შეგავთ? ჩვენ არაფერი, უნდა მოусმინოთ მამა გიორგის. მისი სურვილი. შევდივარ. ძალიან კარგი არის, რომ თქვათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ნუ ყოველ შემთხვევისთვის საპატრიარქომ სავიზიტოდ თქვათ მობრძანდნენ სასულიერო პირები, რომლებიც გარკვეულ საკითხებს გაარკვევენ და მამა გიორგის ექნება ზუსტად ის სათქმელი, რაც საჭირო არის, რომ სიმართლე მივიდეს პატრიარქამდე და მე დარწმუნებული ვარ, მე შემიძლია ერთი რაღაცა ვთქვა, რომ თუ სიმართლეზეა ლაპარაკი და მართლა სამართალმა და ყველა ამ ინფორმაციამ თავისი ადრესატი უნდა იპოვოს, ჩვენს გარკვეული ინფორმაცია გაგვაჩნია და ამიტომ დაველოდებით თქვა რა ინფორმაცია მიაწოდებენ პატრიარქს და როგორი დამოკიდებულება იქნება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს მხრიდან მამა გიორგისთან მემართებაში. წერილის გატანებას აპირებსო? ნუ არ ვიცი ახლა თუ თქვა საჭიროებას წარმოადგენს ამათვისაც რომ ეს ყველაფერი წერილობითი ფორმით იყოს, ამას უკვე შიგნით თვითონ გადაწყვიტავ.